დღეს მინდა ბარამბოზე გესაუბროთ და რამდენიმე სასარგებლო რეცეპტი გაგაცნოთ. მას საქართველოში კიდევ მელისას ან ლიმონის პიტნასაც უწოდებენ. ლათინურად კი ამ მცენარეს მელისა ოფიცინალის ჰქვია. პიტნის ოჯახის ამ სურნელოვან სამკურნალო მცენარეს ტრადიციულ მედიცინაში საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. ის სასიამოვნო ლიმონის სუნით და ძალიან სასარგებლო თვისებებით ხასიათდება. მოდით გავეცნოთ, რას გვთავაზობს ეს არომატული მცენარე. დავიწყოთ იმით, რომ მელისას ფოთოლი და ღერო კალიუმს, რკინას, მანგანუმს, ქრომს, ვოლფრამს, ასკორბინის მჟავას და სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს შეიცავს. მისი ასეთი მდიდარი შემადგენლობა განაპირობებს იმას, რომ ის აქტიურად გამოიყენება ჯანმრთელობის ბევრი პრობლემის მოსაგვარებლად. აი ამ პრობლემების მოკლე ჩამონათვალი: უძილობა, ასთმა, ნევროზი და ყველა სახის ნერვული დაავადება, შიშები, დეპრესია, იპოქონდრია, კუნთების სპაზმი, მტკივნეული მცირესისხლიანი მენსტრუაცია, თავის ტკივილი, შაკიკი, ანემია, ათეროსკლეროზი, ქოლეცისტიტი, კუჭის ტკივილი, კენჭები ნაულის ბუშტში, გულის რევა ორსულობის დროს, კუჭის შეკრულობა, პოდაგრა, ართრიტი, მაღალი არტერიული წნევა, ფურუნკულოზი. ბარამბოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თვისება არის მისი დამამშვიდებელი, სტრესისა და დაძაბულობის შემცირების უნარი. მასში შემავალი ნაერთები მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებენ გონებას და ამცირებენ შფოთვას. კვლევებმა აჩვენა, რომ ბარამბოს შეუძლია შეამციროს კორტიზოლის დონე, ჰორმონი, რომელიც სტრესთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ის იდეალურია მათთვის, ვისაც აქვს შფოთვა და ნერვული დაძაბულობა. თუ უძილობა ან მოუსვენარი ძილი გაწუხებთ, ბარამბოს სახით ბუნებას თქვენთვის საჩუქარი შეუქმნია. მას მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და ღრმა და მოსვენებულ ძილში დაგეხმარება. მსოფლიოში ბევრი სამსახურისგან დასტრესილი ადამიანის ძილის წინ ბარამბოს ჩაის დალევა რუტინული ჩვევაა. მისი ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება, როდესაც ის შეხამებულია სხვა დამამშვიდებელ ბალახებთან, როგორიცაა გვირილა ან ვალერიანის ფესვი. გარდა ამისა, კვლევები აჩვენებს, რომ ბარამბოს ტვინის ჯანმრთელობისა და გონებრივი ფუნქციის გაუმჯობესება შეუძლია. ის დადებითად მოქმედებს მეხსიერებას, ყურადღებასა და გონების სიფხიზლეზე. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ ბარამბო შესაძლოა სასარგებლო იყოს მსუბუქი კოგნიტური დარღვევების მქონე პირებისთვის. მისი დამამშვიდებელი ეფექტი ასევე ხელს უწყობს ნერვიულობის შემცირებას, რაც კონცენტრირების შესაძლებლობას ზრდის. ბარამბოს ტრადიციულად საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლადაც იყენებენ. ის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კუნთებს ამშვიდებს და მას უკეთ ფუნქციონირებაში ეხმარება, ამცირებს შებერილობებს და მოუნელებლობას. ამიტომ ბარამბოს ჩაი მსოფლიოში პოპულარული საშუალებაა კუჭის პრობლემების, გულისრევის და სპაზმების შესამცირებლად. კვლევებმა აჩვენა, რომ ბარამბოს ანტივირუსული მოქმედება აქვს განსაკუთრებით ჰერპესის ვირუსისა და გრიპის ვირუსის წინააღმდეგ. ეს მას სასარგებლო ბუნებრივ საშუალებას ხდის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და ვირუსული ინფექციების შესამცირებლად. ბარამბოს ექსტრაქტის ადგილობრივად კანზე წასმით ჰერპესის გამონაყარის სიმწვავეს და ხანგრძლივობას შეამცირებთ. გარდა ზემოთქმულისა იმის გამო, რომ მელისა არტერიულ წნევას და ოქსიდაციური სტრესის დონეს ამცირებს, გულ-სისხლ ძარღვთა სისტემაზეც დადებითად მოქმედებს. მისი დამამშვიდებელი ეფექტი სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესებას და სტრესით გამოწვეული მაღალი წნევის შემცირებას უწყობს ხელს. როგორ გამოვიყენოთ ბარამბო? ბარამბოს ჩართვა ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა გზით შეგიძლიათ. მისგან სარგებლის მისაღებად შეგიძლიათ მისი ნედლი ფოთლები სალათებში, სოუსებში ან სხვადასხვა კერძების გარნირად გამოიყენოთ. ის კარგად უხდება თევზს, ფრინველს და თეთრ სოუსებს. ბარამბოს სარგებლის მისაღებად ყველაზე ადვილი გზაა მისგან ჩაის მომზადება. საამისოდ დაგჭირდებათ 2 ჩაის კოვზი გამხმარი, ან 1 სუფრის კოვზი ნედლი ბარამბო. 250 მლ ცხელი წყალი. თუ ნედლ მელისას იყენებთ, გარეცხეთ ფოთლები და პატარა ნაჭრებად დაჭერით. მოათავსეთ ჩიქაში ან ჩაიდანში და ცხელი წყალი დაასხით. წყალი არ უნდა იყოს მდუღარე. ეს ბარამბოს სასარგებლო ეთერზეთების შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია. შემადგენელი ნივთიერებების გასააქტიურებლად დაახლოებით 10 წუთი დაელოდეთ. თბილად მიირთვით. სურვილისამებრ შეგიძლიათ ჩაის თაფლი ან ლიმონი დაამატოთ.
მელისას ეს ჩაი ჯანმრთელობის როგორც ხალხური, ისე ტრადიციულ მედიცინაში აღიარებულ მრავალ სარგებელს გთავაზობთ. მას ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და ნერვიულობისა და შფოთვის შემცირებაში დაგეხმარებათ. კვლევებმა აჩვენა, რომ მელისას ინგრედიენტები დადებით გავლენას ახდენენ ტვინის GABA რეცეპტორზე, რაც სტრესისა და ძილის ფაქტორებისთვის არის მნიშვნელოვანი. დაძინებამდე დაახლოებით 30-45 წუთით ადრე მელისას ჩაის დალევა თქვენს უძილობას ბოლოს მოუღებს. მელისას ჩაის ასევე საჭმლის მომნელებელი პრობლემების დროსაც შეუძლია თქვენი დახმარება. მის შემადგენლობაში არსებული მწარე ნივთიერებები სტიმულირებენ საჭმლის მომნელებელი წვენების წარმოებას და ამშვიდებენ ნაწლავის კუნთებს, რაც შებერილობას ამცირებს. მელისას სპაზმოლიტური თვისებები აქვს და მენსტრუალურ ტკივილებს დაგიამებთ. ამ ეფექტის გამო მელისა შესანიშნავი მცენარეა ქალური პრობლემებისთვის. მელისა ძალიან ეფექტურია ჰერპესის წინააღმდეგ, მისი ანტივირუსული თვისებების წყალობით ის განკურნებას აჩქარებს. გარდა ამისა, მას ანტიბაქტერიული ეფექტიც აქვს. მელისას ჩაი ასევე დადებით გავლენას ახდენს მეხსიერებასა და კონცენტრაციაზე, განსაკუთრებით მოხუც ადამიანებში. ამ ჩაის ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებლის მისაღებად დღეში 3-დან 5 ჩიქამდე მიღება რეკომენდირებული. ეს ამ მცენარის ღირებული ინგრედიენტების სათანადო შეწოვის საშუალებას იძლევა. თუმცა ბარამბოს ჩაის დიდი რაოდენობით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება არ შეიძლება, რადგან მცენარე შეიცავს პიროლიზიდინის ალკალოიდებს, რაც უსაშველოდ დიდი რაოდენობის მიღების შემთხვევაში პოტენციურად ტოქსიკური შეიძლება აღმოჩნდეს ღვიძლისთვის. გარდა ამისა, თუ ფარისებრი ჯირკვალი გაწუხებთ, ექიმთან კონსულტაციის გარეშე მელისას ნუ მიიღებთ, რადგან მან ფარისებრ ჯირკვალზე დაიწყოს გარკვეული მოქმედება და ეს იმის და მიხედვით, თუ რომელი პრობლემა გაქვთ და რა წამალს ღებულობთ, შეიძლება გვნებდეთ ან გარგებდეთ. მელისას სიროფი მოგვიანებით წვენის გასაკეთებლად 10 ლიტრისთვის დაგჭირდებათ. 10 ლიტრი ცივი წყალი, 5 ლიმონი, 100 გრამი ლიმონმჟავა, 400 გრამი ნედლი მელისა, 800 გრამი შაქარი. ჩაასხით წყალი დიდ ქვაბში და დაჭრილი ლიმონები, ლიმონმჟავა და ბარამბო დაუმატეთ. ოთახის ტემპერატურაზე 48 საათის განმავლობაში გააჩერეთ და ხშირად ამოურიეთ. 2 დღის შემდეგ გადაწურეთ. შაქარი დაუმატეთ და 2-3 წუთით ადუღეთ. ცხელი წვენი ცხელსავე ბოთლებში ჩაასხით, ჩქარა დაახურეთ და შეინახეთ. ამ სიროფიდან ბარამბოს მაღლა ჩამოთვლილი სარგებლის მისაღებად მელისას წვენის მოსამზადებლად 250 მლ-იან ჭურჭელში 40 მლ სიროფი ან 9 ლიტრიან ჭურჭელში 80 მლ სიროფი ჩაასხით და მინერალური ან ონკანის წყლით გაავსეთ. სურვილის დამიხედვით ლიმონის წვენი ან ყინულის ნატეხები დაუმატეთ. ბარამბოს ნაკენი დაგჭირდებათ. მინის ჭურჭელი სახურავით, არაკი 40%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობით, ან თუ ალკოჰოლს ერიდებით, მის ნაცვლად შეგიძლიათ ვაშლის ძმარი გამოიყენოთ. გამხმარი ბარამბოს ფოთლები. მელისას ფოთლების არაკთან თანაფარდობა 1/4-თან უნდა იყოს. თუ გსურთ, შეგიძლიათ ნედლი ან გამხმარი კოჭა ანუ ჯანჯაფილიც დაამატოთ. გამხმარი ბარამბოს ფოთლები დაჭერით და ქილაში ჩაყარეთ. დაასხით არაკი. გაითვალისწინეთ, ყველა ფოთოლი მთლიანად არყით უნდა იყოს დაფარული. ქილა კარგად შეანჯრიეთ თავსახურით ისე, რომ ყველა ფოთოლი ჩაიძიროს. სურვილისამებრ, ახლა დაამატეთ ჯანჯაფილის ნაჭრები გემოვნებით. ჯანჯაფილი შეიძლება იყოს ახალი ან გამხმარი და რაც შეიძლება პატარა ნაჭრებად უნდა დაიჭრას. ჭურჭელი გრილ, ბნელ ადგილას დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში დადგით. არაკი ბარამბოს ფოთლებიდან ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებს ამოიღებს. რეგულარულად შეამოწმეთ ჭურჭელი და საჭიროებისამებრ არაკი დაამატეთ. 4 კვირის შემდეგ ფოთლები ნაყენიდან ამოიღეთ და ისინიც კარგად გამოწურეთ, რომ რაც შეიძლება მეტი სითხე ამოიღოთ. შეინახეთ ნაყენი შუშის ბოთლში. ბნელ და გრილ ადგილას შენახული ოჯახური, ალკოჰოლზე დამზადებული ნაყენი 2 წელი ინახება. ძილის წინ ან ნერვიულობის დროს მისაღებად შეგიძლიათ ენის ქვეშ პიპეტით რამდენიმე წვეთი დაიწვეთოთ. ასევე შეგიძლიათ 1 ჩაის კოვზი ჩაის, წყალში ან სხვა სასმელში გააზავოთ. თუ ზოგადად მგრძნობიარე ორგანიზმი გაქვთ, ეფექტის შესამოწმებლად დღეში ერთხელ ან ორჯერ თითო 2 წვეთით დაიწყეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ საჭიროებისამებრ დოზა გაზარდოთ. მელისას ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მალამოკანის პრობლემების, როგორიცაა ეგზემის, ჰერპესის და მცირე ჭრილობების, ასევე მგრძნობიარე კანის დასაამებლად. მალამოსთვის დაგჭირდებათ 100 გრამი ახალი ან 50 გრამი ხმელი ბარამბო,
240 მლ ზეითუნის ზეთი ან ნუშის ან ჟოჟობას ზეთი, 60 გრამი ფუტკრის ცვილი, 15 გრამი ქოქოსის ზეთი სურვილისამებრ, 10-15 წვეთი ლავანდის ეთერზეთი სურვილისამებრ დამატებითი სურნელისა და დამამშვიდებელი თვისებებისთვის. სუფთა მინის ქილა შესანახად. თუ თქვენ ნედლმელისას იყენებთ, კარგად გარეცხეთ და სრულად გააშრეთ. გამხმარი მელისასთვის ეს ნაბიჯი გამოტოვეთ. მელისა სუფთა მშრალ მინის კონტეინერში ჩაყარეთ. ზეთი წყლის აბაზანაში გაათბეთ, მაგრამ არ ადუღდეს. დაასხით მელისას. ის სრულად უნდა დაიფაროს. დახურეთ კონტეინერი და ნარევი 2-3 კვირის განმავლობაში თბილ, ბნელ ადგილას დადგით. ყოველდღიურად შეანჯრიეთ მინის ჭურჭელი, რათა დარწმუნდეთ, რომ ინგრედიენტები კარგად არის შერეული. 2-3 კვირის შემდეგ ქსოვილის საშუალებით გადაცურეთ. ზეთი ახლა ბარამბოს ღირებულ ინგრედიენტებს შეიცავს. მიღებული ზეთი ფუტკრის ცვილთან ერთად ცეცხლგამძლე მდგრად მინის კონტეინერში მოათავსეთ. თუ ქოქოსის ზეთის გამოყენება გადაწყვიტეთ, ეხლა დაამატეთ. კონტეინერი წყლის აბაზანაში ჩადგით და ნელ-ნელა გაათბეთ, სანამ ფუტკრის ცვილი სრულად არ გადნება. პერიოდულად აურიეთ. ცვილის გადნობის შემდეგ ქილა ამოიღეთ და ოდნავ გაგრილება აცადეთ. თუ იყენებთ, დაამატეთ ლავანდის ეთერზეთი და კარგად აურიეთ. ჯერ კიდევ თხევადი მალამო სუფთა მშრალ მინის ქილებში ჩაასხით. მალამო მთლიანად უნდა გაცივდეს და გამაგრდეს. მხოლოდ ამის შემდეგ დაახურეთ. ქილებს დამზადების თარიღი დააწერეთ და გრილ, ბნელ ადგილას შეინახეთ. მალამოს ვარგისიანობა 1 წელია. ეს მალამო შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა გზით, გამოიყენეთ კანის ნებისმიერი პრობლემის დროს. როგორც მოგახსენეთ, ამ მალამოს მათ შორის ანტივირუსული და ანტიბაქტერიული ეფექტიც აქვს. თამამად გამოიყენეთ ჰერპესის, კანის ბაქტერიული თუ სხვა დაავადებების დროს, ასევე კანის დასამშვიდებლად და უბრალოდ მის მოსავლელად. წაისვით მალამო კანის გაღიზიანებულ ან ქავილის უბნებზე შვების მოსაგვრელად. ან გამოიყენეთ მალამო, როგორც დამატენიანებელი მშრალი ან აკერცლილი კანისთვის. გაციების დროს, ბარამბოს ანტივირუსული თვისებები დაგეხმარებათ ჰერპესის ეპიდემიის შემსუბუქებაში. გარდა ამისა შეგიძლიათ ალტერნატიული ზეთები ჩაანაცვლოთ, ზეითუნის ზეთის ნაცვლად ნუშის, ჟოჟობას ან ავოკადოს ზეთი, თქვენი პირადი პრეფერენციებისა და კანის საჭიროებიდან გამომდინარე შეგიძლიათ გამოიყენოთ. სამკურნალო თვისებების კიდევ უფრო გასაძლიერებლად ასევე შეგიძლიათ სხვა დამამშვიდებელი მცენარეები, როგორიცაა გვირილა ან კალენდულა დაამატოთ. მალამოს შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ვიტამინი E დაუმატოთ, რომელიც როგორც ბუნებრივი კონსერვანტი მოქმედებს. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.